გამარჯობა, თქვენ უყურებთ რეალურ აქცენტებს ნინო ხაჩიძესთან ერთად. ჩვენ ერთმანეთს ხვდებით ყოველ ხუთშაბათსა და პარასკევს 14 საათსა და 10 წუთზე ტელერადიო კომპანია Georgian Times-ის პირდაპირ ეთერში. თქვენ ასევე შეგიძლიათ გვიყუროთ Georgian Times-ის Facebook-ის გვერდზე, რომელსაც ცენზურა მოეხსნა საბედნიეროდ, როგორც მისმა მეპატრონემ გითხრა, ასევე YouTube-ის Georgian Times-ის YouTube-ის აღზრდა და ბუნებრივია გვისმინოთ რადიო სიხშირეზე FM 92-სა და 3-ზე. მე ბუნებრივია გილოცავთ თქვენ შობას ახალ წელს. იმედი მაქვს, რომ ეს წელი მეტი სიმშვიდის მომტანი იქნება, ერთმანეთის ატანის რაღაცა სურვილს გაგვიჩენს და ყოველ შემთხვევაში ისეთი სიტუაცია მაინც ჩამოყალიბდება, რომ ჩვენ ერთმანეთის მტრები არ ვიქნებით და გზად არ ვიქნებით, რომ დავძგნოთ ერთმანეთი, გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, ჩემ თავსაც ვუსურვებ, ჩემს სტუმარსაც ვუსურვებ და იმედი ვიქონიოთ, რომ წარმატებით გადავაგორებთ 2025 წელს ჰარმონიაში, სიმშვიდით და კეთილდღეობისა და სტაბილურობისკენ გავუყვებით გზას. თუმცა ბატონო დემურ ჩვენ პირველი სტუმარი გახლავთ ბატონი დემურ გიორხელიძე. ძალიან დიდი მადლობა რომ მონახეთ ბატონო დემურ და თუმცა მე კი ვისურვე სიმშვიდე და სტაბილურობისკენ და კეთილდღეობისკენ წასვლა, მაგრამ სოფლიოში ისეთი მოვლენები ვითარდება, რომ მე არ ვიცი ეს რამდენად წავა სიმშვიდისა და კეთილდღეობისკენ, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით განსაკუთრებით ბოლო ალბათ 10 წლეული თუ მეტი პერიოდი არა, რაღაცა წესები შეთანხმებული ადრე შეთანხმებული დიდად აღარ მოქმედებდა. უკაცრავად შემდეგ ეს წესები მოიშალა და ახლა მივიღეთ სრული უწესობა. უცებ ამერიკის შეერთებული შტატების ჯერ რა თქმა უნდა თავისუფლებამოსილების ვადაში არ შესულმა, მაგრამ მაინც არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ უნდა გრენლანდია, უნდა კანადა და უნდა პანამის არხი, იმიტომ რომ ეს ამერიკის ინტერესებში შედის. სხვადასხვა მასკმა ესე მიმართა ყოფილ ხელმძღვანელს კანადისას გოგო შენ გაჩუმდიო, ეს მიმართ ფორმა არ მომწონს, მე ყოფილი მისამე მომწონს თუ არ მომწონს კანადის ყოფილი ხელმძღვანელი, იმიტომ რომ ეს ინერგება არა ესეთი წესი და ესეთი მიმართ იმისთვის რომ შეიძლება ეს იგი სხვისთვის შეიძლება და ჩვენ უკვე სრულად უწესო ქაოსში გადავედით, აი წუნა და წრუწუნა სიუჟეტი, ეს გოგო ჩემთვის მინდაო რა, დაახლოებით ამაზე დავიდა გეოპოლიტიკა ესმე ეს შენ. ეს რას ნიშნავს? ანუ სხვანაირი წესი ჩამოყალიბდა და უკვე ვინ მინდა, რა მინდა, რა ტერიტორია მინდა, სად მინდა გავლენა და ანუ ყველას ვისაც ძალა აქვს ამისი უფლება. და რაც ყველაზე ცუდია, ჩვენ ვართ იმათ სიაში, ვისაც ინაწილებენ. რატომ გადაწყვიტა ტრამპმა, რომ ასე დაეწყო ჯერ კიდევ არ შესული თავისუფლებამოსილების ვადაში ძალაუფლების გამოყენება? მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები თქვენს მაყურებელს, ჩვენ თანამოქალაქეებს, ბედნიერ ახალ წელს ვუსურვებ, რაც მთავარია მხნეობას და საკუთარი თავის რწმენას, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი სახელმწიფო და მისი მომავალი მხოლოდ ქართველებზეა დამოკიდებული და არავისზე სხვა. თქვენ დასვით ფუნდამენტალური კითხვები იმისათვის, რომ გიპასუხოთ, მოდით რომ ვიტყვიან დავალაგოთ თაროებზე ყველაფერი, იმიტომ რომ ზერელე პასუხი არ გამოვა. საქმე ის არის, რომ სტაბილურობა, სიმშვიდე და სიწყნარე არასდროს არ არის განვითარების საფუძველი. მას შემდეგ, რაც თეორიულ ფიზიკოსებმა დეტერმინირებულ სისტემაში ქაოსი აღმოაჩინეს, თუმცა მეცნიერული გაგება ქაოსისა ცოტა სხვანაირია ვიდრე ყოფითი გაგება, ამის შემდეგ პოლიტიკა ვეღარ დარჩებოდა ტრადიციულ ფარგლებში და თქვენ კარგად იცით მართვადი ქაოსის ყველაფერი, ანუ მოვლენები გადაყვანილია გარკვეულ ბასეინში, ვიფიქრებთ, რომ ეს არის აბსოლუტურად უკონტროლო, არავითარ შემთხვევაში. ამ სისტემაში დღევანდელი გადასახედიდან თქვა გარკვეული დროის მერე სად იქნება მთლიანობაში სისტემა, ამის თქმა შეუძლებელია, ეს არის სწორედ ქაოსის გაგება, მაგრამ ამ ქაოსიდან გამოდის წესრიგი. ანუ ეს იქნება სრულიად ახალი წესრიგი და რამდენად პროფესიულად მიუდგებიან ამ ყველაფერს პროფესიონალი მოთამაშეები და ორი მთავარი მოთამაშეზეა საუბარი. არასამზე? მესამე ვერ იღებს ისეთნაირ აქტიურ როლს, თუმცა მას აქვს თავისი ადგილი, მაგრამ ამ ორ დაპირისპირებაში წყდება ფაქტიურად სამყაროს მომავალი, იმიტომ რომ მესამე მთავარ ძალას ჩინეთი როგორც არის, აქვს ძალიან დიდი საფრთხე და მან შესანიშნავად იცის ეს, იმიტომ რომ საკმარისია რაღაც კოორდინაცია მოხდეს
რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის და ჩინეთის მთელი რომ იტყვიან ის სიძლიერე რომელიც ჩანს და ჯერჯერობით ის იკრებს ამ სიძლიერეს მას აქვს სერიოზული პრობლემები ეკონომიკაში მას აქვს სერიოზული პრობლემები სოციალურ სტრუქტურაში თუმცა ის მართვის სისტემა რომელიც არის გარკვეულად ნიველირებას უკეთებს ამ პრობლემებს მაგრამ პრობლემები წლიდან წლამდე არ წყდება მე ვადევნებ ჩინეთის მდგომარეობას უბრალოდ იძულებული ვიყავი რომ ჩამეხედა იმიტომ რომ ჩინეთის სპეციალისტი საქართველოში არ არის კაციშვილის სერიოზულ საქმეზე ამერიკის სპეციალისტი არ არის საქართველოში რუსეთის სპეციალისტი არ არის რაღაცა ეს მჟავე იდიოტური იდეოლოგია რომელმაც ლამის გამოთაყვანებამდე მიიყვანოს მათ შორის ხალხი რომლებიც თითქოს და სერიოზულად უნდა იყვნენ დაკავებული ამის პრობლემა რაშია პრობლემა არის იმაში რომ შეერთებულ შტატებში შეიცვალა ელიტა რომელიც 20-დან შეუდგება საქმიანობას. ეს არის სრულიად უნიკალური შემთხვევა. მე 11 იანვარს ჩემს პოდკასტში მარიკა კუბლაშვილთან ერთად ვისაუბრებ იმ 20 მულტიმილიარდერზე, უზარმაზარი წარმატების ტექნოკრატებზე, რომლებმაც თავიანთ სფეროში მიაღწიეს უდიდეს წარმატებებს და მათი ძალისხმევით ტრამპი მობრუნებული იქნა ხელისუფლებაში. და აქ ორი მთავარი ამოცანა დგას მათ წინაშე. პირველი ეს არის გლობალისტური დღის წესრიგის ჩახსნა. ამ ხალხს არ უნდა გლობალისტური დღის წესრიგის სათავეს იღებს ბჟეზინსკის ნაწერებიდან 70-იან წლებში, რამაც ფაქტობრივად ძირი გამოუთხარა კლასიკურ მამადამფუძნებლების მიერ აწყობილ ამერიკას, რომელიც უკვე იმ პერიოდისთვის უძლიერესი ქვეყანა იყო, თუმცა შიგა პრობლემები ჰქონდა. საქმე რა შეიცით, ბჟეზინსკის აქ მითითება იმაზე, რომ შეერთებული შტატები უნდა გადავიდეს კორპორატიულ მმართველობაზე. გამიგეთ რა ესე იგი მთელი ეს სისტემა რომელიც არსებობს არის პრობლემური ახლა უკვე სხვა უნდა იყოს კორპორაცია სახელმწიფოები უნდა იყონ და ასე შემდეგ და აქ არის ერთი ნიუანსი რომელიც ვფიქრობ რომ ქართველი მაყურებლისათვის და მსმენელისთვის არის სრულიად უცხო რაკი საბჭოთა კავშირის სიტუაციას ამერიკელები ძალიან კარგად სწავლობდნენ პროფესიულ დონეზე და სოვეტოლოგია ძალიან განვითარებული იყო, მართლაც კარგი სპეციალისტები იყვნენ. მოხდა ის, რომ ამ შესწავლის საფუძველზე მთელი ამერიკული ის რაც ქვია ტრანსნაციონალური კორპორაციების მართვა აგებული იქნა საბჭოთა მართვის სისტემაზე. ზუსტად იქნა წაღებული. მე ამას გეუბნები ძალიან სერიოზული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ანუ ის მართვის სისტემა, რომელიც ჩემმა თაობამ კარგად იცის, რაც იყო საბჭოთა, ეს იყო ღრმა იერარქია, ეს იყო უსაშველოდ ვერტიკალი, ხო სწორია, რამასაც აქ ერთი მხრივ თავისი დადებითი მომენტები რაღაც სიტუაციებში. მაქვს აქ თავისი უარყოფითი მხარეები, რაც ამ იერარქიაში მოჩვენებითობის ელემენტს აჩენს და ამდენად საკუთარი თავის ამ იერარქიულ საფეხურზე შენარჩუნების ინტერესებს აჩენს. ასე რომ ეხლა რო არ გავაგრძელო ეს თემა, ეს ძალიან ხისტ ყოველგვარ დემოკრატიულობას მოკლებულ და არ შეიძლება მართვის სისტემაში დემოკრატიაზე იყოს საუბარი, იქ საუბარია გადაწყვეტილების მიღების მექანიზმზე თავის დალაგებული თანმიმდევრობით და დასავლეთს ეს ჰქონდა. მაგრამ როდესაც თქვენ შემოყავთ პოლიტიკაში კორპორაცია და ეს ნეოკონსერვატორების რომ იტყვიან იდეა იყო, მათ დაიწყეს ამერიკის გადაკეთება, სამწუხაროდ ცუდი შედეგი გამოუვიდათ. ეხლა ეს თაობა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ კუდები, საიდან მოდის ეს ყველაფერი. ეხლა ეს თაობა მულტიმილიარდერებისა, სუპერწარმატებული ადამიანებისა გაჩნდნენ დიდი ამბიციით და მათში მას კი არ არის მთავარი, მე ამაზე დეტალურად მთავარი სხვა
ვინმეა, მაგრამ ეს ვის ჩანსის არასდროს არ არის ხოლმე მთავარი. დიახ, მაგრამ მას კი არ არის უბრალო ადამიანი, ეს ძალიან ღრმა ინტელექტია, ძალიან სერიოზული. მაგრამ ეს არის ამბიციური ხალხი, ესენი რომ იტყვიან იმერულად რო გითხრა, ქვას გახეთქავენ, იმიტომ რომ ყველაფერი მიღწევა. იმიტომ რომ ქვაზე დასახლდებიან და ამიტომ ქვაზე დასახლდებიან, იმიტომ ძალიან ორი მთავარი რამ უნდათ მათ ჩაიხსნას დღის წესრიგი გლობალისტური და გლობალისტურ ელიტებს შეერთებული შტატები როგორც სახელმწიფო არ აინტერესებდათ მათ ეს ჭირდებოდათ მხოლოდ იმისთვის რომ გავლენა დაემყარებინათ სხვა ესე იგი მსოფლიოს სხვა ნაწილებზე და ეს მთელი ეს და მეორე რომელიც მიბმულია როგორც ტექნოლოგია ამ გლობალისტურ ძიძ ეს არის პროგრესისტული დღის წესრიგი LGBT იდეოლოგია ხო მართვის მექანიზმია ვოუკიზმი ის დამოკიდებულება თქვათ ანტიფა რომელიც წმინდა ტროცკისტული ორგანიზაცია იგივე ესე იგი შავების ცხოვრება მნიშვნელოვანია ეს ორგანიზაცია და ასე მათ უნდა ჩახსნან ეს ყველაფერი და ისინი აუცილებლად ჩახსნიან ამას, იმიტომ რომ ორივე ეს დღის წესრიგი ანადგურებს შეერთებულ შტატებს. ეხლა რა კი ამ სიტუაციაში მოხდა ის, რომ დასავლეთის მიერ და ამ გლობალისტური ელიტების მიერ დაგეგმილი მთელი საგარეო პოლიტიკა კრახის წინაშეა და კრახის წინაშეა, იმიტომ რომ ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ შეძლებდნენ რუსეთის განადგურებას, აი კიდე გეუბნებით, ყველანაირი ცდილობები არ დამიკლია, რომ რაც კი შეიძლება ყველა ამერიკულ ცნობილ გონებრივი ცენტრის ნაშრომს გავცნობოდი, ისევე როგორც აღმოსავლეთის და ყველგან ერთი და იგივე შეცდომა იყო და მე ფაქტიურად უზარმაზარი დინების წინააღმდეგ წავედი და ვთქვი რომ ეს ყველაფერი მცდარია და ისე გაიგეს თითქოს მე რუსეთს მე აღწერ მე ჩემს თავს თვლი ადამიანად რომელმაც ათეული წლები უზარმაზარ შრომაში გაატარა და თავის უფლება აქვს რომ თავის პროფესიულ ენაზე ისაუბროს სიმპათიები აქ არ არსებობს ჩემს შეფასებაში ცდარი აღმოჩნდა მე ამაზე წერდი რომ არ გამოვა იმიტომ რომ მე ასევე პროფესიულად ვიცი რუსული რეალობა მათი ეკონომიკა მართვის სისტემა რომელიც უსაშუალოდ არაეფექტურია კოლოსალური სიმდიდრეები მოპოვებული რაც არის და მოძიებული რაც არის ეს არის დაახლოებით 84 ტრილიონი დოლარის მოძიებული სიმდიდრე ეხლა არანაკლები თუ მეტი არა მოძიებული სიმდიდრე არის არქტიკაში აბა გრენლანდია თქო და კი არ გამოჩნდა ამიტომ ამერიკელებმა ამ ვოუკიზმს და ამ LGBT და ამ პროგრესისტული სისულელებს აყოლელებმა დროში დაკარგეს და იქ რუსებმა ბაზა გაიჩინეს უკვე ამიტომ მთელი ეს გრენლანდიის ამბავი ფინეთის შეყვანა ნატოში შვეიცრიის შეყვანა არის ერთადერთი მიზანი რომ პლაცდარმი გახდეს და დაუახლოვდნენ არქტიკას იმიტომ რომ რუსებსა და ამერიკელებს შორის ორი დაძაბულობის დიდი კერა იქნება შავი ზღვა და არქტიკა. არქტიკაში კიდე გეუბნებით კოლოსალურ სიმდიდრეებზე. ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ რუსებმა რომ დაალაგონ სახელმწიფო მმართველობის თვალსაზრისით და ეფექტური გახედონ მმართველობა რა სიმდიდრეა მათ ხელში. თუ იმასაც გაითვალისწინებთ რომ რუსებს საბუნებისმეტყველო საინჟინრო აზროვნება ძალიან მაღალი დონის აქვს, მაშინ რა შეიძლება იყოს ეფექტური სახელმწიფო ხომ ესე იგი აი ეს ფონი რომელიც ამერიკაში ამ საოცრად პრაგმატულმა ხალხმა კარგად იცის იმიტომ რომ ისინი ილუზიებზე და იდეოლოგიებზე აგებული არ არიან ისინი პრაგმატიკოსები არიან საქმე იციან მათ იციან რომ იმ ფუნქციის შესრულებას შეერთებული შტატები რასაც ახლა ასრულებს სოფლიოში ვერ შეძლებს ამის რესურსი აღარ არის მათი რესურსი იწერება, იმიტომ რომ თუ მათ ქონდათ დომინირებული მდგომარეობა მათი სავალუტო ფინანსური სისტემის გამო, წარმოიდგინეთ მთელ მსოფლიოს იმისათვის რომ მოიპოვოს დოლარი,
ჭირდება შრომა, რაღაც უნდა შექმნას, რაღაც გაყიდოს და შესაბამისად მერე გაცვლებისთვის და რაღაც მისთვის საჭიროებისთვის ეს დოლარი ხელახლა ამერიკელებს დოლარით მოსაპოვებლად ჭირდებათ მხოლოდ კანადის ხე-ტყე და საღებავი, მეტი არაფერი არ ჭირდებათ. შემდეგ ჩართავენ ჩარხს და ბეჭდავენ ამ ფულს. თუ ამ ბეჭდის საზღვრებს გავითვალისწინებთ, მეტის დაბეჭდის შანსიც ძნელია, იმიტომ მასიურად დაიბეჭდა, აი დიდი კრიზისის დროს თითქმის 16 ტრილიონი ფული ჩამოარიგეს, რომ საბანკო სისტემა არ ჩამოქცეულიყო და ასე შემდეგ. ესე იგი, საითკენ მივდივარ, მათ უნდათ შეზღუდონ თავიანთი ფუნქცია სხვაგან, მაგრამ გააძლიერონ დასავლეთ ნახევარსფეროში. იმისთვის, რომ შეერთებული შტატები დარჩეს და დარჩება ერთ-ერთ მთავარ ძირითად მოთამაშეს, მან ძალა არ უნდა დაკარგოს. თუ იგი გავა და იგი აუცილებლად გავა ახლო აღმოსავლეთიდან, ცხადია გავა სამხრეთ კავკასიიდან, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დიდი შეთანხმება მოხდება, მას ჭირდება ორი რამ. მას ჭირდება ევროპაში სტატუს-კვო, იმიტომ რომ ეს მისი ბაზა უნდა იყოს. განსაკუთრებით აი რას გულისხმობ სტატუს-კვოში? სტატუს-კვოში გულისხმობ, რომ რუსები იმაზე დიდ პრეტენზიას არ განაცხადებენ, ვიდრე ეს უკრაინა და იქეთ აღარ გადადგამენ ნაბიჯებს. მინიშნება ზუსტად აქვთ და აღმოსავლეთ ევროპა უკრაინას მისცემენ, ანუ მე მარტივად მისცემად ვერაფერს ვერ მისცემს, ისევე როგორც ამერიკელებს ვერავინ ვერ მისცემს ვერაფერს, ისინი თვითონ აიღებენ რაც ჭირდებათ, ისევე რუსებს ვერავინ ვეღარ მისცემს დღეს ვერაფერს თვითონ, რასაც მოიბრძოლებენ, რასაც მოდით ასე გავაკეთოთ, ამერიკელებთან შედარებით რუსებს ძალიან ცუდი მდგომარეობა აქვთ ელიტის თვალსაზრისით და ხელისუფლების თვალსაზრისით. ის რომ ისინი აქამდე არიან ხელისუფლებაში ამერიკელებს არ უზით მეხუთე კოლონა. გამორიცხულია. ამას ამერიკული სისტემა არასდროს არ დაუშვებს. რუსულ ხელისუფლებაში მეხუთე კოლონა განაგებს ფინანსურ ეკონომიკურ ბლოკს უკვე 90-იანი წლებიდან, ანუ ელცინიდან, აი ცნობილი გაიდარ ჩუბაისის ჯგუფი, რომელიც სულაც არ იყო რუსული ჯგუფი, გითხრათ სიმართლე და რაც გააკეთეს, ისიც უდიდესი, რომ იტყვიან, ჩარტყმა იყო დანისა რუსეთისთვის. ხო, მაგრამ ეს რაღაც ფორმით, რაღაც ბალანსების დონეზე ნარჩუნდება, თუმცა მეხუთე კოლონის პრობლემა რუსებს ძალიან სერიოზულად აქვს. აი, რამდენად შეძლებენ რუსები თქვათ ამ ხაზის გაგრძელებას, იმიტომ რომ მათი ამ ხელისუფლების, რუსული ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი შემაკავებელი არის, მათ კარგად იციან თავისი ხალხის განწყობები. და ისინი ამ ხალხის განწყობებს იგნორირებას ბოლომდე ვერ უკეთებენ. ანუ ისინი იგნორირებას ვერ უკეთებენ იმ ნეგატიურ განწყობებს, რომელიც რუსეთში შექმნილია ამ 30 წლიანი წარსულის გამო. ეს ოლიგარქები, ეს დამცირება რუსებს აქვთ ჩემი თაობის კაცი, ხა მათთან ერთად არის ნაცხოვრები და ძალიან კარგად იცი მასი ფსიქოლოგია. ისინი საშინლად დაამცირეს 90-იან წლებში ლამის დააჩოქეს და ეს მათ მეხსიერებაში აქვთ. ამიტომ ხელისუფლება მიცის, რომ ამ ხაზის გაგრძელება უნდა იქნას შეჩერებული და გარკვეულწილად უკვე მოდით ასე ვთქვათ, ისინი ჯერჯერობით ძალიან იცემქთალად, მაგრამ იწყებენ ელიტის ცვლილებას. ამერიკელებმა კი უკვე რესკათო რომ იტყვიან რუსები, მკვეთრად შეცვალეს ელიტა და ამ ელიტის წინაშე დადგება რუსეთი, დადგება ჩინეთი. ასეთი ელიტა დღეს არ აყავს რუსეთს. ერთადერთი ვინც არის ასეთი ელიტის წარმომადგენელი რუსეთის რეალობაში, ეს არის ძალიან მძლავრი ტექნოკრატი,
ძალიან ძლავრი, ძალიან დიდი ბაზით, მე საიდან ვიცი ეს, რომ ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელის ინსტიტუტი აქვს დამთავრებული და ეს ეგრეთ წოდებული ქართველებმა არც იციან კარგად სტანკო ინსტრუმენტალე ინსტიტუტი, ეს არის მთელი VPK-ს სამხედრო კომპლექსის ფუძე ინსტიტუტი, ტექნოლოგიები და ასე შემდეგ, ჩარხები, დანადგარები და ასე შემდეგ. ტყუილა გონიათ ქართველებს, რომ იქ არაფერი არ იციან და არაფრის კეთება არ იციან. ხო, მიშუსტინი ეს არ არის უბრალო ადამიანი, მის ძლიერებაზე ისიც მიუთითებს, რომ ჯერ კიდევ სტუდენტი იყო ადამიანი, რომელმაც საკუთარი ინიციატივით შექმნა კომპიუტერული კლუბი და მისი იდეების გავლენით მსოფლიოს უდიდესი, მათ შორის ამერიკული ყველა დიდი კომპანიის ხელმძღვანელი, ანუ მესეურები ჩამოიყვანა მოსკოვში. დიახ, აი ერთადერთი კაცი ყავთ ჯერჯერობით ტექნოკრატი, რომელმაც ძალიან ღრმა პროფესიონალია, სხვა არავინ. ვალდემ თანადիր ბოდიში უნდა შეგაწყოთინოთ, ჩვენ რეკლამის გამო უნდა შევწყვეტოთ გადაცემა, მალე დავბრუნდები, დაგველოდეთ. უბრალოდ შეგვიძლია განაგოთ საუბარ ჩვენ სტუმართან დემონ გიორგიელძესთან ერთად, ანდემურ ელიტებზე ვსაუბრობთ, რომ რუსები რატომ გავუკეთე მე ეს ფონი, იმიტომ რომ ზუსტად უნდა ვიცოდეთ ჩვენ რა რისგან გადის შეერთებული შტატები და მას ამისთვის სჭირდება თავისი სიძლიერის შესნარჩუნებლად გავლენის ის ახალი სფეროები, გავლენის უკვე სხვანაირად, არა უბრალოდ ეხა შეერთებული შტატებს კანადაზე გავლენა სულ გქონდეთ, ხო სწორია, იმიტომ რომ ბოლო ნიაგარას ჩანჩქერთან არის კომუნიკაციის მე როცა მქონდა შეხება ფედერალური გამოძიების ბიუროს ხალხთან მათ მითხრეს უნდა წაგიყვანოთო იქ ნიაგარაზე განახოთო რამხელა კონტრაბანდა გადადის და ყველაფერი იცის, მაგრამ ხო იცით ყველაფერს თავისი, მაგრამ ეხლა სხვა საუბარია იმაზე, რომ როგორც შტატის სხვა რამეა, დამოუკიდებელი სახელმწიფო სხვა რამე. ანუ ეს იმაზე უარესი ვარიანტია, ვიდრე რუსეთ-ბელორუსის კავშირი? რასაც ამერიკელები ფიქრობენ? რაზეა საუბარი, იცით, ამერიკელები თავისი მდგომარეობის გამო ეძებენ იმის კომპენსაციას, რაც მათ ახლო აღმოსავლეთიდან გასვლას და წარმოიდგინეთ თქვენს 840-მდე სამხედრო ბაზა მსოფლიოში, რომელთაც ისინი თანდათან დახურავენ და თუ გადაჯგუფებას აკეთებენ, ისინი მხოლოდ სამხრეთ აღმოსავლეთ აზია, წყნარი ოკეანის რეგიონში აკეთებენ მხოლოდ იმის გამო, რომ ჩინეთის სანაოსნო ყველა ტრასა გააკონტროლონ. გამიგეთ ხო? იგივე ამცანებს უკავშირდება შუა აზიის უდიდესი პრობლემები, რომელიც ფიქრობ, რომ მხოლოდ ახლა იწყება და ეს დაკავშირებულია ორ დიდ პროექტთან, უпростоრად სამ დიდ პროექტთან, რომელთანაც ერთი არ არის წმინდა ამერიკული, მაგალითად დიდი თურანის პროექტი ბრიტანული პროექტია და ეს ზანგეზურის კორიდორის ამბები სწორედ თურქულ აი ამ დიდი თურანის კონტექსტშია, იმიტომ რომ ეს ხსნის თურქეთის უშუალო გზას, პირდაპირ გზას შუა აზიაში და ამდენად თურქებს ეძლევათ პანთურქიზმის უკვე სხვა დონეზე ექსპანსიის განხორციელება, რომელიც დიდად არ უნდა, მაგრამ ამის საპირისპიროდ არის ორი დიდი პროექტი, რომელიც როდის ამუშავდება ვერ გეტყვით სინამდვილეში, იმიტომ რომ ამ პროექტებთან დაკავშირებით გაძლიერებულია სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, როგორც პლაცდარმისა. საუბარია დიდი ავღანეთის პროექტზე და დიდი შუა აზიის პროექტზე. თუ დიდი ავღანეთის პროექტში ავღანეთია დომინირებული და ფაქტობრივად მან შუა აზიის, ესე იგი, თავის ქვეშ მოქცევა უნდა მოაქციოს, დიდი შუა აზიის პროექტში საუბარია ავღანეთის დომინაციით ამ რეგიონის გაკონტროლება. ცხადია, ესეც მთავარი მიზანს ისახავს. ეს ხო ეწინააღმდეგება ბრიტანეთის და ამერიკის ინტერესს. ისინი ყველაფერში ეწინააღმდეგებიან დღეს ერთმანეთს. ის, რასაც ქვია London City, ანუ ის, რასაც ქვია ღრმა სახელმწიფო ბრიტანული, აბა
სტარმერს ბევრს არავინ არ ეკითხება არაფერს და მით უმეტეს ყველა ძალიან ღრმა ბრიტანულ სპეცსამსახურებს მხოლოდ Deep State აკონტროლებს ბრიტანეთის და ისინი კონფლიქტში არიან ამერიკულ Deep State-თან და სწორედ ამ დაპირისპირებას განაპირობებს კიდეც ეს ჩვენი რომ იტყვიან დაძაბულობები, იმიტომ რომ ეს არ არის უბრალო ძალების მიერ დაჯახება. ამიტომ ჩვენ მოვეკეცით ძალიან ძიმე მდგომარეობაში. ამერიკელები გრენლანდიასაც უნდათ, ნახეთ, პანამის არხიც უნდათ, იმიტომ ეს ერთადერთი მიზანი არის კონტროლის მექანიზმები, ტრასების კონტროლის მექანიზმები. თუ თქვენ აკონტროლებთ ტრასებს და თქვენ აკონტროლებთ რესურსებს, ესე იგი თქვენ კარნახობთ პირობებს. ეს არის მთელი გადაჯგუფება. ერთი შეხედვით 10 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა რომ ამერიკის პრეზიდენტი იტყვის რომ კანადა შტატად მინდა, პანამა მინდა, გრენლანდია მინდა, შეეძლო ეს არავის არ, მაგრამ სიტუაცია იცვლება. ადამიანები მოვიდნენ, რატომ ვაკეთებ აქცენტს მე ამ ახალ ელიტაზე, ესენი მოვიდნენ, რომელიც არაფრით არ არიან დაზიანებული იმ სპეციალური ტექნოლოგიებით, რომელმაც გამოიყვანა ნამდვილად აი როგორც დათათუჩაში გამოყავდათ ის ვირთხები, ისეთი ვირთხებია გამოყვანილი ევროპის ხელისუფლებებში, რომლებსაც დღეს უკვე შავი დღე დაუდგათ, ნახეთ, იგივე მასკის განცხადება აიღეთ, ერთადერთი ვინც გადაარჩენს გერმანიას კრიზისიდან არის ალტერნატივა გერმანიისთვის, ხო სწორია? ეს უბრალო განცხადება არ არის, ეს არ არის უბრალოდ ილონ მასკის შეხედულება, ხო სწორია? ეს არის მინიშნება იმაზე გუშინდელი სტატია ავიღოთ მე დღეს ვერ მოვასწარი დროის გამო დადება ჩემ Facebook-ზე Financial Times-ის ის ეხლა მე სწორად გამიგეთ არანაირი იმას არ მე დიდი ხანია ვწერ რომ ნატო არაფერს არ წარმოადგენს ეს არის წარსულში ამის განცხადებებიდან ტრამპის ჩანს უკვე რომ არაფერს არ წარმოადგენს ნახეთ ოღონდ სტატუს კვო იქნება შეთანხმებული ეხლა რა წერს Financial Times ნახეთ ეხლა ვერავინ ვერ იტყვის რომ ეს არის რაღაც რუსული სიმპათიების გაზეთი ხო გამორიცხულია იმისთვის რომ რუსეთის შესაკავებელი ძალა კონდეს ნატოს მას მესამედიც კი არ გააჩნია მას არაფერი არ გააჩნია იმისთვის რომ თუ რუსეთი შეუტევს დაუშვათ ნატოს რაიმეთი შეაკავოს იგი საუბარია ნატოზე რო საუბრობთ ამ შემთხვევაში შეერთებული შტატები დისტანცირებული უნდა იყოს იმიტომ რომ შეერთებული შტატების გარეშე ნატო არაფერს არ წარმოადგენს მეორე სტატიაში ხაზგასმულია რომ ევროპის ელიტა შოკირებულია ორი რამის გამო რუსეთის საფრთხის გამო ეს გასაგებია მათი ტვინის გამრუდების ბრალია და მეორე გულგრილობა ევროპისადმი შეერთებული შტატებისა ორი საფრთხე რომლებსაც ისინი ერთ სიფრთხეზე დებენ და ისინი ამბობენ რომ საფრთხე უჩნდება ევროპის უსაფრთხოებას სინამდვილეში არაფერი არ უჩნდება თუ პოლიტიკურ დიპლომატიურ რანგში გადაიყვანს მთელ ამას და გამოსავალი ნახეთ ის რაზეც შესანიშნავად არის კარგად ჩამოყალიბებული შეერთებული გერმანიის მილიტარიზაცია არის გამოსავალი ევროპული უსაფრთხოების ესე ნახეთ რა დონეზე არის ყველაფერი ორგანიზებული რა დონეზე არის ღრმა გათვლები რომელიც ზედაპირზე არ ჩანს არანაირი შანსი გერმანიას მილიტარიზაციის არ გააჩნია თუმცა უნდათ ბოლომდე გამოიყენონ იგი რუსეთის წინააღმდეგ მაგრამ 3-5 წელი ჭირდება გერმანიას რომ მარტო გერმანია რას გახდება ვერ გახდება ამიტომ ევროკავშირის მილიტარიზაციაზეა ლაპარაკი და ევროკავშირი აპირებს სამხედრო სამრეწველო კომპლექსი რომელიც მოშლილია ჩატვირთოს უახლოებს წლებში 800 მილიარდი ევრო ევროპის მოსახლეობა მზად არის ევროპის მოსახლეობა მზად აღარ
იმიტომ რომ გასაგებია სამხრეთი ატომის ორი კრიზისი გაჩნდა ევროკავშირში. ორი თავარი სახელმწიფოს კრიზისი. ეს არის ფრანგული კრიზისი. მაკრონი საქართველოში რო რაღაც გონიათ და მისი ნაბოდვარი რომ პრეზიდენტ ყოფილს დიდი იმედი გონია და ამ საწოდავ ესე იგი საშუალო და უფროსი თაობას არაფერს ვამბობ მოტყუებულ ახალგაზრდებზე მათზე არ საუბრობ როგორც წესი მე ამ უფროს და რომ არიქა მაკრონმა მხარი და მაკრონი არავინ არ არის მაკრონი უკვე არის კოჭლი იხვი რომელიც მალე დაასრულებს თავის პოლიტიკურ კარიერას იგივე მოხდება თებერვალში გერმანიაში და ეხლა ნახეთ რა ამბავია ევროპულ პრესაში რომ ავსტრიაში მოდის პუტინის მეგობარი ამიგეთ არა პარტიის ლიდერი რომელსაც ყველაზე დიდი შანსი აქვს ასე კანცლერი მოხდეს ესე იგი თუ ვინმეს თავისი სახელმწიფო უნდა თუ ვინმეს სუვერენიტეტი უნდა თუ ვიდრეც უნდა თავისი განვითარება და თუ ვინმე ჩემ ხარეს არ არის ის არის პუტინისტი მარტივი სქემა ჩვეულებრივი ერთიანი ტექნოლოგია შეხედეთ საქართველოს მახინჯაზრონებას იგივე ევროპის აზროვნებას ესე იგი გადალაგება მიდის უზარმაზარი ცხადია და აშკარაა დღეს რომ უკრაინით არ დასრულდება დაპირისპირება ან თქვენაც ვარაუდობთ რომ საომარი მოქმედებები სარეალი გაფართოვდება მოდით ასე ვთქვათ იმის გამო რომ ჯერ კიდევ რუსეთის უახლოეს მეზობელ ნატოს წევრ ქვეყნებში არის აბსოლუტურად რომ იტყვიან იმ გლობალისტური ელიტის ხალხი აიღეთ პოლონეთი ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ პოლონეთის ცნობილი გამოცემა რომ დაწერს იმას რომ საქმე მიდის საბოლოოდ დასრულებამდე და პოლონეთის მეოთხე გაყოფამდე ამ რომ იტყვიან გადანაწილებისა და ამ უკვე არეულ სიტუაციაში არც ამერიკის შეერთებული შტატები დაიტოვებს საფრთხეებს და არც რუსები დაიტოვებენ საფრთხეებს. თუ რაიმე გასაკეთებელი იქნება გაკეთება. ცხადია ჩინეთიც იგივეს აკეთებს, მაგრამ იგი იძულებულია შეწყვილებული იყოს რუსებთან, იმიტომ რომ თუ რუსებთან არ იქნებიან შეწყვილებული, ჩინეთის მდგომარეობა ძალიან საეჭვოა, კიდე გეუბნებით, ყველა პარამეტრით ძალიან საეჭვოა, მაგრამ ისინი პირიქით ეხლა დაიწყო საუბარი, რომ 2017-ში ჩამოდის ირანის პრეზიდენტი მოსკოვში და როგორც ამბობენ მოეწერება ხელი სამხედრო სტრატეგიულ თანამშრომლობას, ეს უკვე სხვა რამეა და საუბარია იმაზე, რომ რუსეთ-ჩინეთის სამხედრო კავშირი გაფორმდება. დიახ, ღია ტექსტით, აი რა ფონს ვაწყდებით ჩვენ, ესე იგი, ლაგდება სიტუაცია შეერთებულ შტატებმა იმის კომპენსაცია, რომ მოახდინონ იგი დასავლეთ სამყაროში ისეთნაირ პლაცდარმებს იკეთებს, რომ კვლავ გავლენა იქონიოს თავისი გეოპოლიტიკური ინტერესების ფარგლებში და აქ რაკი იგივე ბრიქსის ქვეყნები რომ წარმოვიდგინოთ, რომელიც არ შეჩერდება ეს პროცესი, თანდათან ნელა, მაგრამ უკვე დოლარის შეზღუდვაც ხდება და ასე შემდეგ, ხდება უდიდესი გადანაწილება და ამ გადანაწილებას აუცილებლად შეეწირება ევროკავშირი და შეეწირება ნატო, იმიტომ რომ ეს არის უკვე როცა ამბობ ნატო გასაგებია შეეწირება, ევროკავშირი შეეწირება, რაც გულწრფელად დაიშლება, ანუ ორი რამეც ეს არის აბსოლუტურად არაეფექტური სტრუქტურა თავისი თავი ვერ გაამართლა ვერცერთ პარამეტრში ევროპის ქვეყნებში უკმაყოფილობა თვითონ მე გეუბნებით სერიოზულ პოლიტიკურ რომ იტყვიან ჯგუფებში ისინი ხედავენ რომ ამ გზით მათი პერსპექტივა არ არის. ღიად საუბრობენ საფრანგეთში ევროკავშირიდან გასვლაზე, ნატოდან გასვლაზე, გერმანელები იგივე რამეზე საუბრობენ. ალტერნატივა გერმანიისა თუ მოვიდა ხელისუფლებაში, ისინი რა თქმა უნდა გავლენ ნატოდან, ევროკავშირიდან. ევროკავშირიდან, იმიტომ რომ ნატო ესე იგი ჩემი
თეზისი, რომელიც მე ჯერ კიდევ კონფლიქტის დასაწყისში ვთქვი, შემიძლია გავიმეორო დიდი ალბათობით, რომ ასე იქნება. როგორ დამთავრდება რუსეთის ოპერაცია უკრაინაში, რა შედეგი დასრულდება, ის ბევრად განაპირობებს ნატოს მომავალს, იმიტომ რომ მოდით პირდაპირ ვთქვათ, ის რაც დასავლურ პრესაში და ამერიკულ სერიოზულ პრესაში იწერება, ნატომ წააგო ყველა ეტაპზე. ოპერაციების დაგეგმვა სამხედრო ტექნიკის თვალსაზრისით აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი არის არაფერი. გამიგეთ რა, ჰაიმარსები, ეს რაღაც აბრამსები, ლეოპარდები, ესენი ჯართად არის ყველაფერი ქცეული. ცხადია, ამან განაპირობა ის, რომ მსოფლიოს და შეერთებული შტატების ყველა დიდი სამხედრო მწარმოებლის სპეციალისტები ზიან უკრაინაში. ყველაფერს აკვირდებიან, ყველაფერს ნახულობენ, იმიტომ რომ დიდ გამოცდილებას იღებენ. დიახ, ეს ფანტასტიკური გამოცდილება. თავარი რაც არის, რომ ნატოს ხას უსვამ ნატოს და არა აი ქართული ჯარი გაწვდილი იყო საზღვაო ფეხოსნების მიერ. ამერიკელი ის სულ სხვა დონია. დაგვირდით ნატოს გაწვდილი ჯარი უკრაინაში რა აღმოჩნდა და შემთხვევით არ თქვა ყოფილმა რომ თქვენ მთავარმა სამხედრო პირმა, რომელიც შემდეგ ჩამოაცილეს, რომ ნატოს მომზადებული მემზადების მეთოდიკა ჯარისკაცებისა არის არქივში გასატანიო, იმიტომ რომ ეს ყველაფერი კორუფცია, ეს ყალბი წარმოდგენები, იდეოლოგია, ფუზარმაზარი ფული, რომელიც ადმიდიოდა, ხო ხედავთ, შედეგი არ არის 50 ქვეყანა ერთ ქვეყანას ებრძვის, შედეგი არ აქვს. ზელენსკის ინტერვიუ, ზელენსკი არის რატო გადაწყდა თქვა, რომ 17 მილიარდი გამოგვიყო ამერიკამ და ნახევარი ფული სად გაქრა არ ვიცითო. და დაახლოებით მე რამე ნიშნა, იცით მე არ ვადარებ არავის არაფერს, მაგრამ ჩვენი თვითმფრინავებით გვინდოდა გადმოტანაო, მაგრამ უარი გვითხრეს, რომელიც გატანილი გვაქვს სხვა ქვეყნებშიო. სათვითო თვითმფრინავები ამიარაღის და მათ რა ძვირი დაჯდაო და მე რა გამახსენდა, იცით, აი, როდესაც 27 ივლისს მოეწერა ხელი 27 ივლისის ხელშეკრულებას 93 წელს აი აფხაზეთში ომის დროს დაშორიშორების შესახებ ძალთა მაშინ ჩვენი მძიმე ტექნიკა ფოთიდან ბევრი მასალა მაქვს ამ თემაზე დაწერილი, მძიმე ტექნიკა რუსულის გემებით გაიტანეს, რომელშიც ფული გადავიხადეთ ჩვენ. ამაში ფული და ძალიან მენიშნა, რომ ფაქტობრივად მოქმედების წესი აი ამ გეოპოლიტიკური გადანაწილებისას გინდა დემოკრატიული იყოს ქვეყანა, გინდა ავტორიტარული იყოს, აბსოლუტურად იდენტური არის. ნახეთ, იდენტურია და იდენტურობას განსაზღვრავს ის, რომ ამ ქვეყნებში არავითარი სახელმწიფოს მესვეული ხელისუფლებებია. ნახეთ, ყველგან აიღეთ საქართველოს 90-იან წლებში. თქმა იმისა, რომ შევარდნაძე და ის მთავრობა იყო ამ სახელმწიფოს მესვეული და რაღაც ესე იგი არა. როგორ შეიძლება მესვეული ოფიციალური ხელისუფლების დამხობით მოვიდეს ხელისუფლებაში, როცა პოლიტიკური გზები არსებობს ამისა, ხო სწორია? ამიტომ იგივე ხდება ახლა. ესე იგი ჩვენ ახლა ვართ ტოტალური გადანაწილების ეპოქაში. 1 წელი, 2 წელი, 3 წელი უახლოეს წლებში არაფერი არ დაალაგდება და ჩვენი როგორც სამხრეთ კავკასიის მნიშვნელობა ამ გეოპოლიტიკურ პროცესში იზრდება. და ჩვენ როგორი ჩვენ ვის ბანაკში მოვიაზრებით ამ გადანაწილებისას, გასაგებია ახლა ვის ბანაკში და როგორ ხარეს, მაგრამ მაინც ნახეთ, ბრძოლა მიდის საქართველოს ხელისუფლების უნარობის გამო, ბრძოლა მიდის ვის ბანაკში იქნება საქართველო და ამ დროს საქართველო არც ერთის ბანაკში არ უნდა იყოს. ნახეთ, ეს შესაძლებელია, აი აბსოლუტურად მე ავხსნი ამას დეტალურად რატომ არის. მხოლოდ იმის გამო შეგიძლია შენ ეს ფუნქცია აიღო შენ თავზე, ანუ იყო მიუმხრობელი, შენ არ ახარ ამერიკის მტერი და შენ არ უნდა იყო რუსეთის მტერი, იმიტომ რომ საშიშია, ერთი საშიშია, მეორე საშიშია. მათ აქვთ ერთმანეთში კონფლიქტი, ერთმანეთში დაპირისპირება, ხო შენ რატო ერევი ამაში? შენ გზე ხო არ არის აქ დამოკიდებული? შენ თანამშრომლობ ორივესთან, მაგრამ აფსხლოს არ მიდიხარ მათთან და
და მათი ეუბნები რომ არა გაქვს ჩვენი შემი იმედი ამ დაპირისპირებაში ის რაც გააკეთა გლობალურმა სამხრეთმა ინდოეთი აიღეთ უჭკვიანესი მაგრამ ინდოეთია წონა ჩვენ და ინდოეთის ერთ იგივეა შენი წონა განსაზღვრა შენმა მოქცევა მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრში ეს გაძლევს შენ უდაგმას მაგრამ ბატონო აქ მარტო ხელისუფლება სხვა ეს აღარ რომ გადახედავ მე მაგალითად ასეთ ხალხთან ასეთ ქვეყანასთან არანაირი სერიოზული ურთიერთობა არ მექნებოდა ხო არა არც აქვს და ეს ბუნებრივია მეგანა ამას იმ გულდაწყვეტით ვამბობდა მგონია რომ ის ფაქტის წინაშე ვართ ხო ამ ხალხთან რა თქმა უნდა თავი გავანებოთ ხელისუფლებებსაც და ოპოზიციას ამ ხალხთან რატომ უნდა დაიჭიროს საქმე და რატომ არ უნდა გამოიყენო ეს ხალხი შენი მიზნებისთვის მე არ მესმის როცა ამერიკელებმა რუსებმა კარგად იციან ქართული სიტუაცია ძალიან კარგად იციან როცა ამერიკელებმა დაინახეს რომ არასერიოზულ ხალხთან აქვს საქმე მათ თავიანთი გლობალური გეოპოლიტიკური ინტერესი აქვს ისინი ამისთვის იხდიან და აიძულებენ ამათ გააკეთონ ის რაც უნდა გააკეთონ თუ შენ იქნებოდი უფრო გონიერი ღრმა პროფესიონალი მწოდნე ჩემთვის მთავარია ამერიკელებისთვის მთავარი რა არის აქ არ იყოს რუსეთის პლაცდარმი რუსებისთვის მთავარია აქ არ იყოს ამერიკული პლაცდარმი მაგრამ ბატონო რუსეთის როგორც სახელმწიფო სტრატეგიული ინტერესი არის აქ პლაცდარმის ქონა ისე როგორც ამერიკის სტრატეგიული ინტერესი არის აქ პლაცდარმის ამერიკელებს და რუსებს ორი განსხვავებული მიზნები აქვთ სამხრეთ კავკასიაში და მათ შორის საქართველოში ცალკე არ შეიძლება მათი განხილვა სამხრეთ კავკასიაში თუ ამერიკელებს გეოპოლიტიკური ინტერესების გამო ჭირდებათ სამხრეთ კავკასია და შავი ზღვა ეს ახსენი არაერთხელ რუსებს ეს პირველ რიგში უსაფრთხოების გარანტად ჭირდებათ ნახეთ იმიტომ რომ არის კარგად უნდა ყველა ქართველმა კარგად უნდა იცოდეს თუ საქართველოში დომინირებს რუსეთის მტერი მხარე რუსეთის სახელმწიფოს მომავალი არის ფაქტობრივად აფეთქებული ეს ძალიან დიდი სიბრიყო იყო რუსული პოლიტიკის საქართველოს გადაემტერებინა და უკრაინამ როგორ უნდა მოეხერხებინა ეს სახე მოახერხა იმიტომ რომ ჩვენ იმის აღიარებაც არ გვინდა მაგრამ მოვადრო უკვე მეც საკმაოდ ვისაუბრე ამაზე ეს არ იყო რუსები იყვნენ მარიონეტები მაშინ და შეასრულეს დავალება თუმცა ფული კიდევ სხვისი იყო მაგრამ ამის საუბრის დრო ცალკე მოვა ეს არაფრით არ ამართლებს რუსებს მათ აიღეს მათ მიიღეს ის რაც დაიმსახურეს მოდით ასე ვთქვათ მაგრამ როგორ აიცით ცხოვრება ევროპის ქვეყნები საუკუნეებია ებრძოდნენ ერთმანეთს ხო სწორია და შემდეგ დაუდგათ რაღაც მომენტი რომ გადაწყვიტეს ერთმანეთში დაალაგებულიყვნენ იმიტომ რომ მომავლის პერსპექტივა უკარნახა მათ თუ ჩვენი სახელმწიფოს მომავლის პერსპექტივა გვაწუხებს წარსული გავასწოროთ უნდა გავასწოროთ პოლიტიკური გზით და ჩვენ უნდა ვეძებოთ სხვა ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან იმიტომ რომ შენ რანაირი ორიენტაცია ჯერთი სისულელია შენი სახელმწიფო კონდეს და დასავლურ ორიენტაციაზე ან რუსულ ორიენტაციაზე ლაპარაკობდე შენ გაქვს მოცემულობები შენ მეზობლებთან უნდა იცოდე მეზობლური ქცევა როგორია პრაგმატული სხვაებთან მოშორებულ ქვეყნებთან მაგრამ ეს პოლიტიკა დღეს არ არსებობს და თქვენ აბსოლუტურად სწორად თქვით ჩვენ პოლიტიკურ შემადგენლობას რომ უყურებთ თქვენ მითხარით ერთი რომელიმე სახელმწიფოს პასუხისგებელი პირი რომელიც თავის თავს პატივს ძემს ამ ხალხს დაელაპარაკება არა მე არ დაველაპარაკებოდი არც არავინ არ ელაპარაკება აი ჩვენი ტრაგედია რაშია და ჩვენ აქ ესე იგი იქამდე მიიყვანეს ადამიანები და არ ორი საზღარის სიტყვა არსებობს ქოცი და ნაცი ხო სწორი საზღარი და ესენი ერთმანეთს ებრძვიან რომელი ბელადი უფრო უკეთესია ამიტომ ეს არის ტრაგედია მე არაერთხელ განვაცხადე და ვიტყვი რომ ამ ცხოვრების გაგრძელება ასე აღარ შეიძლება და მე ვფიქრობ რომ ეს ვეღარ გაგრძელდება ასე. ბატონო ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. ჩვენ ბავშვები ჩვენს პირველ სტუმარს რეკლამის გამო უნდა შევწოდოთ გადაცემა, დაგიბრუნებით მეორე სტუმართან ერთად დაგველოდეთ.